საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ქართველებო, მოგესალმებით დიდი სიყვარულით და პატივისცემით. ვფიქრობ, რომ რაღაც თემები დაგროვდა, რაღაც პრობლემები დაგროვდა და აი ამ თემებზე საუბარი უკვე აუცილებელია და რაღაცები გასარკვევიც არის, რაღაც შეკითხვებს ალბათ პასუხიც უნდა გაეცეს. და სწორედ ამას ისახავს მიზნად ჩემი დღევანდელი Facebook ეთერი. შევეცდები, რომ რაღაც თავარი კარდინალური საკითხები, რაც ჩვენ საზოგადოებას აწვალებს და რაც ჩვენი ერისთვის უაღრესად საჭიროა, რაღაც დროის გარკვეულ მონაკვეთში შედარებით მცირე ფორმატში რაღაცნაირად გავაანალიზო და ჩემი თვალსაზრისით, ჩემი თვალთა ხედვა აი ამ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით შემოგთავაზოთ. ყველაფრიდან ჩანს, რომ რასაც ქვია ეს არაბიზაციის გეგმა და უცხოტომელებით საქართველოს გადავსება, ეს არ არის სპონტანური გადაწყვეტილება დღევანდელი ხელისუფლებისა. აქ მე ვხედავ, მე არ გახლავართ არც სპეცსამსახურების სპეციალისტი და არც რაღაც კონფლიქტოლოგი, მაგრამ აი როგორც საერთაშორისო ურთიერთობების და ისტორიის სპეციალისტი და მიმაჩნია, რომ რაღაცა ამ თვალსაზრისით გამეგება, რაც უფრო ღრმად სწავლობ ამ საკითხს და ვაანალიზებ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მით უფრო წმუნდები, რომ აი ამ ყველაფრის უკან, ასეც ქვია, უცხოტომელების, უცხოთესლების საქართველოში ჩამოსახლება კომპაქტურად და ქვეყნის ეთნიკური რუკის შეცვლა დაკავშირებული არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და ამაში გადახდილი არის დიდძალი ფული. გასაგებია, რომ იქ ახლა იგლიხილსის პროექტი და 6.6 მილიარდი დოლარი ეს არის ის, რაც ჩანს, მაგრამ ჩვენ აქ აქცენტირება უნდა მოვახდენოთ იმაზე, რაც არ ჩანს. თვით ის ფაქტი, რომ რუსთაველის პროსპექტზე კინოთეატრ რუსთაველის შენობაში გაიხსნა მურვან ყრუს ოფისი, იგლიხილსი, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ქრისტიანულ, პოლიტიკურ, ეთნიკურ და ეროვნულ საფუძველს ურყევენ და სერიოზული საფრთხე ემუქრება ამ მხრივ ჩვენს ლამაზ სამშობლოს. მეორე და ძალიან საჭიროა თემა, განათლების რეფორმა. ესე იგი, არც სახალხო განხილვა მოუწყვიათ, არც უნივერსიტეტებში მომხდარა რაიმე განხილვა და სჯაბაასი, არც მეცნიერებათა აკადემიისთვის უკითხავთ რაიმე, არც პედაგოგებისთვის მოусმენიათ, არც ხალხი შეუკრებიათ ქუჩაში თუ დარბაზში, ადგენენ პირდაპირ ესეც ამოწმენდილსა და გამოაცხადეს, რომ აი ამ უნივერსიტეტში იქნება ესა და ეს ფაკულტეტი, ამ უნივერსიტეტში იქნება ეს ფაკულტეტი, ამ უნივერსიტეტში იქნება ეს ფაკულტეტი და ასე შემდეგ. აქცენტირება კეთდება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, ჩემს დედა უნივერსიტეტზე, ჩვენს დედა უნივერსიტეტზე. ვამაყობ, რომ მისი კურსდამთავრებული ვარ და 91-96 წლებში ვსწავლობდი იმ დაქცევის და უბედურების და საქართველოს დაშლის ჟამს, როდესაც ქვეყანა სისხლისრემლებს დიოდა, მაგრამ მაინც მიუსწარ იმ უნივერსიტეტს, რომელიც ჩვენ გვეამაყება, გვახსოვს, გვიყვარს და გვეოცნებება. დღევანდელ ხელისუფლებას ერთი რაღაც ავიწყდება. აქცენტირება დღევანდელ უნივერსიტეტში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მხედველობაში, ეს ნიშნავს აქცენტირება სააკაშვილის რეფორმაზე, ეს ნიშნავს ორიენტირებას, ორიენტირს სააკაშვილის მიერ ჩატარებულ ვაი რეფორმაზე
და იმ უი პოლიტიკაზე, რომელიც კანალიზატორმა კახალომაიამ და მისმა ამფსონებმა დამქაშებმა დედა უნივერსიტეტში გაატარეს, როდესაც ფაქტობრივად უნივერსიტეტი გამოშიგნეს და დატოვეს ის უთავოდ. ანუ დღეს როცა პრემიერ-მინისტრი და მისი დამქაშები აპელირებენ იმის თაობაზე, რომ იურიდიული ფაკულტეტი მაგალითად უნდა იყოს მაინცა და მაინც თბილისის ივან ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათ ერთი რაღაც ავიწყდებათ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში უკვე აღარ არის ის კადრები, ის ტიტანები, ის ტვინები, როგორც იყო ბატონი გივინსკირველი და ბატონი ტყეშელიაძე და ქალბატონი თინათინწერეთელი და რა ვიცი, აი ჩვენი მართლაც რო იტყვიან, აი ეს ლეკვეიშვილი, ქალბატონი მზია ლეკვეიშვილი და წავიდა ის თაობა, ესენი აღარ არიან უკვე ძვირფასო მეგობრებო. ახლა იქ სხედან საკვანძო თანამდებობებზე სხედან სააკაშვილის აკაცუკები, პირდაპირ ნაცსექტანტები. ამიტომ ის კადრები აღარ არის უკვე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ხა დიდი ბოდიში ყველასთან რა. დაამთავრდა ის კადრები აღარ არის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ის კადრები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა და უნივერსიტეტს მთელ მსოფლიოში გაუთქვეს სახელი, უკვე აღარ არსებობს. მოკვდა, წავიდა ის დრო, ის ხალხი წავიდა უკვე. მიღმიერშია, სააქაოდან საიქიოში გადაინაცვლეს, ცხონდეს მაგათი სულები. მე ჩამოვთვალე ახლა. და ვინ შეცვლის, ვინ ახავთ ბატონო კობახიძე, გივინსკირველს ვინ შეცვლის, ქალბატონ ზია ლეკვეიშვილს ვინ შეცვლის, ქალბატონ თინათინწერეთელს ვინ შეცვლის. ყავთ მისი დარი კადრები დღეს უნივერსიტეტში, აი რასაც ქვია იურისპრუდენცია, ყავთ იმის დარი, თუ თქვენ ხართ გადაწონი თქვენი ინტელექტით და შესაძლებლობებით, როგორც გერმანიაში დამთავრებული, რაღაც ძალიან მეეჭვება, ბატონო ირაკლი. ძალიან მეეჭვება. მე თქვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს არ ვაკნინებ, მაგრამ ნუ ახლა იმერეთში იციან და ახლა ყოლიფერჩი კი როგორ ახართ კაცო, გამოთქმაა ეგეთი. ესე განათლების რეფორმაც იცით, ეკონომიკაც იცით, მიწების გაყიდვაც იცით, ლექციის წაკითხვაც იცით. სამარცხვინო სიტუაციაა, ეხლა მე არ ვიცი რა, ეგ უკვე არის პათოლოგია. ეგ არის უკვე პათოლოგია, როცა ეგ სააკაშვილი თქვენ უკვე შეხვედით მიხეილ სააკაშვილის ბაზაში. ესე იგი სააკაშვილი იყო ქალების ესე იგი უთანპყრობელი, ომის მინისტრი, ტურიზმის მინისტრი, ჭამის მინისტრი, შეერაღების მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ვერაკობალიასთან და დანარჩენ მის ესე იგი ხარჭებთან ერთად და ესე იგი საგარეო საქმეთა მინისტრი და ყველაფერი ეგ იყო რა, მოკლედ. აი თქვენ უკვე შეხვედით მიხეილ სააკაშვილის ბაზაში. ერთი ექსპერტი ვინმე ნახეთ, გამოიძახეთ განათლების ექსპერტი და კითხეთ, რომ აი ამას რო ვატარებთ ჩვენ, რა შედეგს გამოიღებს და რა იქნება ამისი ბოლო. ვინმეს დაუძახეთ? ამ მიწებს რო ყიდით უცხოელებზე, ხალხის აზრი გამოიკითხეთ. ხალხს აზრი კითხეთ, ვინმე გააჩერეთ ქუჩაში, რომ აი ჩვენ ვახორციელებთ ამას, ესე 16,000 სახლი უნდა ააშენონ არაბებმა და 60,000 სახლი გავყიდეთ 4 წელიწადში უცხოელებზე. და კაია ეს, თუ ცუდი. თქვენ ხო ამბობთ, რომ 60,000 სახლი იყიდესო უცხოელებმაო 4 წელიწადშიო და ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაო, დემოგრაფიულ თვალსაზრისით არაფერი არ გაუარესებულაო. ხო ამბობთ ამას ბატონო ირაკლი თქვენ? მე ხო არ მესიზმრება რაიმე რა? და თქვენ რატო არ გვაძლევთ ჩვენ ინფორმაციას, რამდენი ქართველი ცხოვრობს დღეს საქართველოში? აი დღევანდელი მონაცემებით, რამდენი ქართველი ცხოვრობს საქართველოში? რატო არ აქვეყნებთ ამ სტატისტიკის მაჩვენებლებს? მე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში ცხოვრობს 1,430,000 ქართველი და მეტი არა. დანარჩენები არიან სულ არაქართველები. გათვალა ვინმე, რომ აი ეს მშენებლობები რო წავა, რამდენი კაცი ჩამოვა იქ უცხოელი, რა ინფრასტრუქტურა მოყვება იმას, ვინ დასაქმდება იქ, ქართველებს რა პოზიცია ექნებათ,
უცხოელებს არაბებს რა პოზიცია ექნებათ და ამდენი უცხოელი მუსლიმი რო შეიყრება ერთად ბუნებრივად მათ დაჭირდებათ სალოცავი ბუნებრივად მათ დაჭირდებათ ის მოთხოვნილებები რაც თითოეულ ადამიანთან არის დაკავშირებული ხო გნებავთ მუსლიმი იყოს და გნებავთ ქრისტიანი მამაკაცთან თუ ქალთან და აი ამას რა შედეგები მოყვება და აი ამ რყევებს ამ უბედურებას ჩვენი ხალხი გაუძლებს ჩვენი ქვეყანა ამას გაუძლებს ეს გათვალეთ ვინმე გეგმა გაწერეთ ამის შესახებ გააქვთ ეს გაანგარიშებული ყველაფერი ეხლა ბატონი ვაჟა ოთარაშვილი მიყურებს აგერ ჩემი უფროსი მეგობარი შესანიშნავი ქართველი პოეტი ბატონ ვაჟა ოთარაშვილს რო სასამართლო პროცესები აქვს და არაბებს რო ებრძვის სოფელ და თავისი მშობლიური სოფელი ქვემოჭალა რო გამოსტაცა არაბებს და ჯერჯერობით შეაჩერა სოფელში არაბული დასახლების მშენებლობა მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო მთელი ეს სტრუქტურები რომელიც დაკავშირებული არის აი ამ მიწის ფონდთან და მთელი სახელმწიფო აპარატი რომ სასამართლო პროცესებზე არაბებთან ერთად ზის და აი ამ კაცის საპირისპიროდ ზის და ამ კაცს რო უჩივის ანუ ქართული სახელმწიფო არის საქართველოს ისტორიული მტრების მხარეს და ებრძვის პოეტ ვაჟა ოთარაშვილს იმისთვის რომ რამენაირად ქართული სოფლები ესე იგი გააყიზილბაშონ რა და ეს არის თქვენი პოლიტიკა და ეს არის თქვენი ეროვნული და თქვენ ახართ ეროვნული ხელისუფლება თქვენ ახართ ყიზილბაშების ხელისუფლება თქვენ ახართ ყიზილბაშების ხელისუფლება და მე დღეს დავწერე Facebook-ში და არ ვიცი ახლა მე ესენი აშვებულები არიან ბატონმა ივანიშვილმა აუშვა და ჩვენ გვაღადავებს თუ რასაკეთებს მე არ ვიცი ეს ფრანკენშტეინი ეს კობახიძე და ეს დაშპაკლული კატარუ არის კიდე ეს ისა რა ქვია ეს მარიამ ქრივიშვილი ეკონომიკის მინისტრი თანამედროვეობის ვერაკობალია მოაშორეთ მაკედან რა სანამ აქ უბედურება არ დატრიალებულა სანამ აქ უბედურება არ დატრიალებულა ესენი მოაშორეთ მაკედან და ბოლოს ხალხში დადის ნაირ-ნაირი ხმები აი იმასთან და იმ კადრებთან დაკავშირებით რაც ირაკლი ღარიბაშვილთან არის დაკავშირებული კერძოდ მე გეტყვით ის ფულები რომელიც იქ აჩვენეს როგორც ამბობენ და როგორც აცხადებენ არის დადგმული კადრები არავის არ მაქვს ძალიან აღმატებული წარმოდგენა და ვიცი რომ ყველამ შეჭამა ამ ეს სახელმწიფო ყველამ გამოხრა არა მაქვს აღმატებული წარმოდგენა ვინმეზე რა ქვეყნის მტკვლეფავები და მხურელები აი ეხლაც არიან ამ ხელისუფლებაში არც სააკაშვილმა ხო შეჭამა ეკონომისტები 19 მილიარდ დოლარამდე არიან გასული რომ გატანილი აქვს ფული და ეგრეთ წოდებული ნაცხლისტური ოფშიაგის გასაღები გათახსირებულ ადეიშვილს აქვს ჩამოკიდებული გამხმარ მკერდზე მილიონები აქვს წაღებული კვირიკაშვილს მილიონები წაიღო ბახტაძემ მილიონები წაიღო აი ამ გახარიამ არ ვიცი არავის არ დაუკლია ხელი რა ამ ქართული სახელმწიფოსთვის ერთი კაცი ამას წინათ მეხმალავებოდა რომ ვერ იშოვეო შენო ვერაფერიო და ყველა მიშოვეთ კაცო ხო იშოვეთ და ქვეყანა ხო ააყვავეთ თქვენ არა და ხო გაქვთ ნაშოვნი რა და არ გადაგიყოლოთ და გულზე არ დაგეცეთ მაგ თქვენი ნაშოვნი რა თქვენ რო იშოვეთ ვაი ეგეთას სამართალს მონათრულს სოდვა ბრალიტაო როგორც ვაჟა ამბობს სულნათი ვაჟა ფშაველა ვაი მათ ქონებას რა მონათრულს სოდვა ბრალითა როგორ აგაქვთ თქვენ უბედურებო ნაშოვნი ეგა რა და მე მივმართავ კიდევ ერთხელ მივმართავ ბატონ ივანიშვილს რომ ესე იგი მე არ ვიცი თქვენ ბატონო ბიძინა ესენი ან თქვენ გაღადავებენ ან ჩვენ გვაღადავებენ და ან თქვენ ყველანი ერთად ჩვენ გვაღადავებთ ესე იგი ეხლა უკვე ადგენენ და ისა კუკიაზე მიდის ხელისუფლება მე თქვენ მალე გაგიშვებთ ხალხი კუკიაზე რა
მთავრობასაც და პარლამენტსაც. კუკიაზე მიდიხართ არა? ძალიან კარგი. ხო. თქვენ ისე მიყავთ ქვეყნის საქმე რომ კუკიაზე მართლა გასაშვები ხართ რა და კარგია თუ მიხვდით მაგას რომ იქ უნდა წახვიდეთ რა. თქვენ ახლა ერთადერთი რამში გშველით. იცით რა გშველით? ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ძალა რომელიც ძალაუფლებას აიღებს ხელში. აი ზუსტად ის პოლიტიკური სიტუაცია შექმნით ქვეყანაში როგორც იყო 1917 წლის რუსეთში დროებითი მთავრობის აი ამ უტვინუების და აი ამ უსირცხველოების მმართველობის ეპოქაში, როდესაც ძალაუფლება ქუჩაში ეგდო. ხელისუფლება ქუჩაში ეგდო და მოეთყვნენ ეს დამპალი ბოლშევიკები მოკიდეს ხელი და აიღეს ძალაუფლება ხელში. აი ის სიტუაცია შექმნით ახლა დღეს თქვენ ქვეყანაში, როდესაც აი ვინც გინდა დაგიპირისპირდეთ, ესე იგი ნაციონალებზე უარესი ძალის მოსვლა ხელისუფლებაში სათავეში ყოვლად წარმოუდგენელია. აი ეგ არის ახლა თქვენი მშველელი. ეგ შველით ახლა თქვენ, თორე ყველანაირად ესე იგი ხართ გაპარტახებულები. აი ამ არაბიზაციით, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ. აი საბოლოოდ გააშიშვლეთ თქვენი თავი და საბოლოოდ ესე იგი გამოხვედით სცენაზე, რომ ესე იგი აი სინამდვილეში რა აი ისა საქებარმა ძაღლმაო ნიახურზეო რაღაცეები ქნაო, აი ის გააკეთეთ თქვენ რა. ხო არ ვიტყვი ყველაფერს არა. დღეს ახლა უნივერსიტეტში ვიყავი. დეპარტამენტის ხდომა იყო და იქ შევხვდი ძალიან ძვირფას ადამიანებს. ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებსაც ჭკუაც ეკითხებათ. და პროფესიონალებიც არიან და ჩემი უფროსი მეგობრები არიან. და ვკითხე რას ფიქრობენ ამასთან, ისტორიკოსები არიან და ცნობილი ისტორიკოსები არიან და ვიღაც ისინი არ არიან რა. ყველამ აბსოლუტურად აი რომ გავაანალიზეთ სიტუაცია, აი ხო არ ვცდები მეთქი, რაღაცა ხო არ ვჩქარობ მეთქი, რაღაცა ჩემი ემოციური ბუნებიდან, ჩემი იმერლობიდან გამომდინარე ხო რაღაც არ მეშლება მეთქი. აი ყველამ აბსოლუტურად აი ისეთი აი ძალიან ისეთი აკადემიური და ისეთი ახლობლური საუბარი ყველამ ერთბაშად თქვა რომ ეს დაღუპავს საქართველოს. ეს იგლიხისლის პროექტი საბოლოოდ საქართველოს დაასამარებს და დაამთავრებს, აი დაგვაჭედებს, ესე იგი კუბოზე დაგვაჭედებს ბოლო ლურჯმანს. რას აკეთებთ? რა გინდათ ვერ გავიგე, რა დაგიშავათ ამ პატარა ქვეყანამ, ამ საწოდავმა ქვეყანამ. მე კი პირდაპირ გეტყვით რა, ხალხში რაჭორები დადეს. ესე იგი იმდენად წარმოუდგენლად ეჩვენება ქართველ კაცს ეს პროექტი. იმდენად მიუღებელია, ვერც კი უშვებს სინამდვილეში, რომ ქართველები ამას ჩადიან და იცი ხალხი რას ამბობს? ესო სინამდვილეშიო ბიძინა ივანიშვილის პროექტიაო და ეს არის ყველაფერი შირმაო. მაგრამ ხო ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ეს არის ყველაფრიდან ჩანს, ძვირფასო მეგობრებო, ეს არის არაბეთის გაერთიანებული საამიროების სპეცსამსახურების პროექტი, რომელსაც ის ახორციელებს თავისი დიდი ალბათობით თავისი აგენტის საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქრივიშვილის ხელით. როგორც დაიწერა და გამოვაქვეყნა მე ამის შესახებ და ეს კონკრეტულ ინფორმაციებს ემყარება, ეს ქალბატონი ქრივიშვილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის და ფაქტობრივად მეფის, რომელიც $1.5 ტრილიონ აკონტროლებს, ნაჰაიანის ვაჟთან ერთად კალიფორნიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობდა. შემდეგ იყო ნაციონალების დროს, სააკაშვილის დროს იყო ტურიზმის დეპარტამენტის მოადგილე, იშოვა უზარმაზარი ფული, იყო აი ამ კაზინოების მფლობელის თემურ უგულავას ქალი, პირდაპირ გეუბნებით ამას. და მერე გახდა ქართული ოცნების ქალი. მერე გადმოათრიეს აქეთ, ხან ნაცემში ეგდო, ხან ქართულ ოცნებაში ეგდო, მერე ეხლა გადმოათრიეს აქეთ. ჯერ გახადეს ტურიზმის დეპარტამენტის მოადგილე, სხვათა შორის სააკაშვილის დროსაც ეჭირა მას ეს თანამდებობა. და მერე გახადეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. და ნაჰაიანი რო იყო ჩამოსული, როგორც ამბობენ, ხლა იქ არ ყოფილ ვარ და ყური არ მიმიდია კარებისთვის, მაგრამ პირდაპირ უთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ კობახიძე გადააყენე და ეს ქალი დანიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად. აგენტია მაგათი რა.
ყველაფრიდან ჩანს დიდი ალბათობით. ხო და გამოიკულიეთ ეს, კაცო, დავწერი ასავალ-დასავალში ამის შესახებ, გამოქვეყნდა საკმაოდ წელი ინტერვიუ და კი, მაგრამ რას აკეთებს ეს ბატონი მდინარაძე, მაინტერესებს ეს საკითხი, რასაც ახლა მე ვლაპარაკობთ, ეს საკითხები გამოდით და თუ ტყუთ, იქნება გიჟი ვარ მე, კაცო. გეკითხებით, სწავლობდა თუ არა ქრივიშვილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ნაჰაიანის ვაჟთან ერთად კალიფორნიაში ერთ-ერთ უნივერსიტეტში. და აი შეხვედრაზე ნაჰაიანმა ბიძინა ივანიშვილს უთხრა თუ არა რომ კობახიძე გაწიეთ გვერდზე და ეს ხალი დანიშნეთ პრემიერ-მინისტრად. ეს დაშპაკლული კატა. აი ეგ საკითხები უნდა გაირკვეს და მე ვთხოვ ირაკლი ღარიბაშვილს. ბატონო ირაკლი გამოვძანდით და მოუყევით საზოგადოებას რა მოხდა სინამდვილეში იმ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც გავცელდა, როდესაც თქვენს წინააღმდეგ დაიწყო სისხლისამართლის გამოძიება და ბრალი წაგიყენეს. აი ამასთან დაკავშირებით გამოვძანდით, ბრძანეთ თქვენ ის, ვისი იყო ის ფული და საიდან მოხდა ეს კადრები და როგორ მოხდა და რა გაცვლა მოხდა და რა დადგმა მოხდა იქა და რა სპექტაკლი გამოდით და დილაპარაკეთ ამის შესახებ რა. და მე ვფიქრობ, რომ ახლა ვიღაცები გამოვიდნენ, ვიღაც აღარ მინდა ახლა და რაღაც ისეთი ტერმინებით პროფესორ, აბა ახლა შენ რას ფიქრობ და იცით რას გეტყვით, ჯერ წერა კითხვა ისწავლეთ თქვენა. ხო და მე მეორე კიდე რა, ახლა უფროსი კაცი ხარ შენ. და მე არ გამოგვყვები ახლა ელემენტარულად და ჩემ თავს ჩემ პატივს ოქრუაშვილს მიმართავ რა, არის ერთი მიგდება. ხო და წერა კითხვა ისწავლე და ძს და ხოს რო გაარჩევ ერთმანეთისგან კარგად, გენეცვალე. მომისმინე? ძს და ხოს გარჩევას ვისწავლი კარგად, აი მე ადექი და მე გააკეთე კომენტარები ამ თემებთან დაკავშირებით რა. ჯერ ისწავლე ძს და ხოს გარჩევა, ხო და მე ილაპარაკი ამ თემებზე. ერთ სიტყვით მე რისი თქმა მინდა, რომ ესე იგი დაბინძურებულია პოლიტიკური სპექტრი. ეკლესიაში არის უმძიმესი მდგომარეობა. ეხლა ლაპარაკობენ, რომ აიო პატრიარქიო თუ რაღაცაო, რატო არ ამბობსო თუ ეს არაბების საფრთხე არსებობსო და გააკეთა განცხადება პატრიარქმა. ეხლა პატრიარქი მოგესწრება თქვენ უძლურებაშია და აღარ შეუძლია უკვე და ასაკშია და ვერ გამოდის ისე, მაგრამ შეიკრიბნენ მღვდელმთავრები მცხეთაში და გააკეთეს განცხადება. მეტი რა ქნან ეხლა, ხო არ გამოვლენ და ის ფოთელი მიტროპოლიტი რო არის ისა, რა ქვია, ბერბიჭაშვილი, მანქანების აკუმულატორების ქურდი. ისე ხო არ გამოვლენ ეხლა ის სააკაშვილო ჩავიდა ფოთში და მიშა მაგარია ჩართო იმაში, რა ქვია, ეკლესიაში. ისე ხო არ გამოვლენ არა? მიშა მაგარიათი. თქვენს შეიკრიბნენ, რომ დააღუპავს ქვეყანასო. და კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ყურადღება მივაყურო ერთ ძალიან საინტერესო საკითხს. იქ გაიჟღერა, როდესაც ბატონი ლილუაშვილი, სხვათაშორის ბატონი ლილუაშვილი, ჩემი დედულეთიდან, ვანის რაიონის სოფელ შუაგორაზეა საუბარი, ვენახის თავში ჩემი დედულეთია და ვენახის ბოლოზე მაგის სახლია რა. ერთი კაი გადაძახილია. მე პირადად მას არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი ბიძაშვილები მას ძალიან კარგად იცნობ. ხო და სხვათაშორის მამამისი ძალიან წესიერი და ჩამოყალიბებული და ის უბანი საერთოდ ლილუაშვილები ძალიან ჩემი ნათესავებიც არიან და ძალიან ძვირფასი და თავის დროზე გავლენიანი ხალხი იყო და ძალიან შეძლებული და ღმერთმა სიკეთე მისცეს. იქ ჩემი ბავშვობა გატარებული მაქვს, იქ მდინარე ფერეთაზე დავბოდი და მთელი ამბები, მოკლედ ყველაზე ტკბილი და სანუკვარი დრო დედულეთში მაქვს გატარებული რა, სოფელ შუაგორაში. მოკლედ მე ხა არანაირად მე ახალგაზრდა კაცია და ყოველფერ მასე გულდაწყვეტილი ვარ მიზესთა გამო სამართალი ვერ ვიპოვე ამ ხელისუფლების პირობებში რა. რაზე უნდა ვილაპარაკო, ხა მე ვერ ვიპოვე სამართალი და ხა ვიღაცა მე კი შეურაცხყოფას კი არა ვაყენებ, მაგრამ ვიღაცა აი კაცი რო ჩამოვა ხა გაჭირვებული და გაუბედურებული სადღაც მამალი რო არყივის იმ სოფლიდან, იმა რა უნდა იპოვოს? მე ვერ ვიპოვე სამართალი, თვითონ მეგობრებო. სამართალი ვერ ვიპოვე რა.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რაზეც გულისხმობ და რაზეც ვლაპარაკობ რა. მე ვერ ვიპოვე სამართალია და რაზეა ლაპარაკი. ხო და აი ლილვაშვილის ამბები რო იყო მაშინ, რომ აბა იჭერენ, არ იჭერენ და არავის დაჭერა არ მეხარია და ღმერთმა კარგად ამყოფოს თავის ცოლშვილით და მე სხვათა შორის დედაჩემმა თავის დროზე ძალიან ბევრი ირბინა იმისთვის, რომ მაგას გაემარჯვა ვანში მაჟორიტარად არჩევნებში, მაგრამ სამაგერო ესე გადამიხადა, მაგრამ ღმერთმა სიკეთე არაფერი სისხლით არ მოიბანება, ჩვენ კიდე შევხვდებით ერთმანეთს. ეგ არაფერი. ხო, გაცივდა ქალი იმისთვის, რომ მაგას გაემარჯვა, რაღაცა ყუთი მიქონდა და ძლის დავაყენე ფეხზე რა. და მე დასცინოდნენ ისინი, ჩვენი ახლობლები ეხუმრებოდნენ, რომ ისაო ხო, აი ხო გადაგიხადათ სამაგერო რა, ჩვენ მაგისთვის ირბინებო და მართლა გადაგიხადა სამაგერო რა. არც კი შემხვდა და არც კი მომისმინა. მაგრამ არა უშავს ახლა, ეგ არ მე ეს ისე. მე ისე მოვაყოლე. მე თავარი რა არის მანდ. იქ მაგის ნათესავის სახში რომ კონვერტები იქნა, აღმოჩნდა 1200 კონვერტი რო იყო. იქ კონვერტები. აი მაგ კონვერტების სია, ვისთან მიდიოდა კონვერტები ისია უნდა გასაჯაროდეს აუცილებლად. ეს ძალიან პრინციპული საკითხია. ჩვენ ეგ უნდა ვიცოდეთ, კაცო. იმიტომ რომ ეს ხალხი დღეს გამოდის, მე როგორც ვიცი, და გადმოგდებული აქვს დენები და იძახიან, რომ კარგიაო, არაბული პროექტიო, საქართველოს ეკონომიკა წავა წინო რა. ხო და მე გეუბნებით, რომ ეგ დაფინანსებული ხალხია, ფული გამაზული გაქვთ, ფული და მოწყიდულია აგენტურაა თქვენი რა. სია გასაჯაროვდეს რა. იმ 1200 კონვერტის მიმღების სია გასაჯაროვდეს. და ვინ რა თანხას ღებულობდა? და თქვენ ხო იცით, რომ ეს სია გასაჯაროვდება? ეჭვი ხო არ გეპარება თქვენ? რომ დღეს იქნება თუ ხვალ იქნება, ხო იცით, რომ ეს სია გასაჯაროვდება? როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა მთელ ქართულ ინტელიგენციას და გასაჯაროვდა ეს სია, გაზეთ ალიაში გამოქვეყნდა წლების წინათ, იწყებოდა სია ბუბა კიკაბიძით 5000 ლარს უხდიდა თვეში. და დაახლოებით იყო მე მგონი 1500 თუ რა ვიცი, რამდენი ძალიან ბევრი, რამდენიმე გვერდზე იყო ჩამოწერილი სია. 5000 ლარი ქონდა დანიშნული თვეში ბუბა კიკაბიძეს, რომელიც იყო ნაცი და უფრო ადრე იყო ავტომატიანი მკვლელი. და ხალხი დახოცა დიდობის მეტროსთან 92 წლის 3 იანვარს. და ზუსტად ვიცი, ის ადგილი საიდან ჩამოხდა გაზ 66-დან და ბენდენარ მოიხსნა და მიუშვა ავტომატი უიარაღო ხალხს. ნაძირალა. ხო და აძლევდა 5000 ლარს რა. და იქ ბევრი იყო კიდე ეგეთები. ის ელდარა შენგელაიამ და გოგია შენგელაიამ ძმებმა რო დახოცეს ერთმანეთ ხო გახსოვთ არა? ამას ჩემზე მეც აძლევსო. აი ეგეთები იყვნენ იქ სულ. ხო და აი როგორც ეს სია გასაჯაროვდა და გამოქვეყნდა რა, ისე გასაჯაროვდება, ხა რაც გინდა მალოთ ხო იცით რა, რაც კაცმა მალა ჭირმა თავი არ დამალაო და გასაჯაროვდება ეგ ამბავი ყველაფერი. ეხლა ბევრი იყო საყვედური ჩემს მიმართ, რომ რატო არ წახვედიო იქ 7 დეკემბერს რომ მე ვთქვი გასაგებად. რომ სადაც ნაცები იქნებიან, მე იქ არ მივალ მეთქი. მე აღმოჩნდა, რომ თურმე არ ყოფილა ნაცები. კი ბატონო, ვიხდი ბოდიშს. და აწი როცა იქნება მივარ. მაგრამ თუ ნაცები დამხვდებიან, წამოვალ. მაგრამ ეხლა ვიღაცები გამოხდნენ იქ და დამიწყეს, რომ აიო შენო იქო დისონანსი არა მაქვს მე ახლა ისეთი გავლენები, რომ რაღაცა პოლიტიკური პროცესები მართო. ნეტა იმ კონდეს ეს გავლენა. მე ვიცი რასაც გავაკეთებდი რა. ეს ხელისუფლება არის გასაშვები. პირდაპირ გეუბნებით. ნაცები არიან გასასამართლებლები. ციხეში ყველანი ეგენი. უნდა შექმნა შრომითი ბანაკები და ამათ უნდა დააჭერინო ხელში ყველას აი ეს მეეზობის ცოცხები და მათი დანაგვიანებული საქართველო უნდა აწმენდინო. აბა ეხლა ესენი თუ იქ აკეიფე და
4 კაცი აწვებოდა იმას, რა ქვია, ბაჩუ ახალაიას ციხიდან ისე ძლივს გამოვიდი, გამოეტია კარებში, ისე იყო გასუქებული, კაცო. ახლა ამას თუ ისე ისინი ძეხვეული და სასისკები აჭამე იქა, ამათაც ეგონდათ. ეგრე სად არის, კაცო? ხო და არ ვიცი, აი მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ რა, პირდაპირ გეტყვით, ცოტა არეულადაც ვლაპარაკობ, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ აი ეს ქალი გაუშვით რა. ეს ქალი, ეს გათახსირებული ქალი გაუშვით. ეს დაშპაკლული კატა. და ხალხი იცინის უკვე ბატონო ბიძინა. ხალხი უკვე იცინის. მეფეო, ხალხი უკვე იცინის. და ისე ნუიზამთ, რომ ხალხი ააჯანყოთ თქვენ რა. ხალხი უკვე იცინის ხალხი უკვე, იმიტომ რომ ქართული სადაა ქართული ოცნება, სულ ნაცები არა ხართ მათ. სად არის ქართული ოცნება, ყველანი ნაცები ხართ თქვენ. მან ერთადერთი კაცი, ვინც არ იყო ნაცი, იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ყველანი დანარჩენები არიან პორტირებული ნაცები. ამიტომ ბატონო ირაკლი ცხოვრებაში არ მინახი ხართ, ხელი არ ჩამომირთმევია, არც გემი გიჭუქებია, ძმაო, ჩემთვის არც ბინა და არც თვითმფრინავი. არ მინდა არაფერი თქვენი კაცო, დიდება უფალს ჩემი შრომით, ჩემი გულით, ჩემი წვალებით და ტანჯვით ყველაფერი შევქმენი, ასე თუ ისე. არ მინდა არაფერი თქვენი რა. საერთოდ კაცი, რომელიც თავის სამშობლოზე უკეთესად ცხოვრობს, პატიოსან კაცად არ მიმაჩნია მე რა. ხო და ჩემი სამშობლოსავით ცხოვრობ ეხლა, ფრანციერი არა ვარ და ჭერი მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის ეხლა ის ილია წულაია რო არის, ესენი ეს არაბების ექსპორტს ვეწეალები და ეს მონოლითები და ისინი, რა ქვია. აი მაგათი განაჩენი უნდა დადგეს საქართველოში. და ბატონო ირაკლი, გამოდით და თქვით სიმართლე. თქვენ იცით ყველაფერი. რა მოხდა რიჟვაძესთან დაკავშირებით? და ვის რამდენი ფული მიატანინეს. ეხლა რომ გამოდიან, ახლა ჩვენ ბაიათებს გვიყვებიან. ვის რამდენი ფული მიატანინეს? მე არ ვამბობ იმას, რომ სახში მიუტა ბიუჯეტში. ვის რამდენი ფული მიატანინეს და რით დაიხსნეს თავი. ეგ თქვენ იცით ყველაფერი. და ითქოს სიმართლე. და ნუ უმალავთ ხალხს ამ სიმართლეს, კაცო, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც ვიცით ყველაფერი, თქვენ ხო არ გონიათ, რომ ჩვენ არ ვიცით. რა ხდება? გიგაბოკერია ვისია? გიგაბოკერია ხო თქვენი კაცია? აბა, თუ თქვენი არ არის, ბატონ ივანიშვილი არის, ხო, რო ეუბნებოდა შენაო, 30 მილიონი შეჭამეო? ხო ეუბნებოდა ბატონი ბიძინა, კაცო, ხო გვახსოვს ჩვენ დემენცია ხო არ აქვს რა? როცაო შენო სააკაშვილის დროსო უშუალების საბჭოს დივანი იყავი, იქ 30 მილიონი დოლარი შეჭამეო შენაო. და მაღაზი პასუხი აგეოდა. მე აგებინე თქვენ და ლოცვილებო, პასუხი მე დაგიშალეთ? მე დაგიშალეთ? მაგრამ გიგაბოკერია ხო თქვენი არღნის შიტია. ისევე როგორც ნიკა გვარამია თქვენი არღნის შიტი. ვინ მისცა ნიკა გვარამიას 40 მილიონი არჩევნების საარჩევნო ფული? თქვენ არ მიეცით. ეკო თქვენი სპექტაკლებია. არადა რამდენი გულანთებული ადამიანი შეასკდა თქვენ დაცვას. და თურმე ეს ყველაფერი ყოფილა დიდი სპექტაკლი, პაპუ. და ბოლოს იმით გადაგვიხადეთ სამაგიერო, რომ აქ ყიზილბაშები უნდა ჩამოგვისახლოთ. და გამოდიან ესენი, ეს ნასოსით გაბერილი ბაყაყები და ქსენოფობებს ეძახიან ქართველ ხალხს. თურმე მე თუ ჩემი ქრისტიანობა და ჩემი ეროვნულობა დავიცავი და ვთქვი, რომ ეს არაბული საფრთხე და მოკალავ საქართველოს, ქსენოფობი მყოფილ ვარ. შალვა პაპუაშვილიც ეს ელაპარაკობს. ის იმედზე ჩამორიგებული ბადრი პატარკაციშვილის მკვლელებიც ყელამდე სისხლო არიან გათხრილი, აი ეს ელაპარაკობენ. იმიტომ ერთი კამანდა აქვს მიცემული. და ვისაც პაკეტები მიდიოდა და ვისაც კონვერტები მიდიოდა და კონვერტირებულები არიან.
ისინი შეატრიალეს კლარნეტები ეხლა და იძახიან ჩვენო ეხლა არაბული რაო რას ლაპარაკობ შენო. რა არაბული, ისი არაბული, ეგო ჩვენ მიხსნისო, ეს არის საქართველოს ხსნაო. ეს როგორც შევარნაძეზე გაიქცენეთ შევარნაძეზე როგორ იყო? 92 წელს გახსოვთ რას ამბობდნენ? მე მაშინ 17 წლის ბიჭი ვიყავი, მაგრამ აი გუშინდელი დღესავით მახსოვს. დიდი პოლიტიკა რას ლაპარაკობო, კაცო, ზვიადმა რა იცოდა პოლიტიკაო, ეს ჩამოდის თუ ჩამოდისო. ეს არის, ეს აი ეხლა მზეს ეს გამოიყვანს ეხლა მზესო. ჩრდილოეთიდან კი არა, სამხრეთიდანაც ამოიყვანს და დასავლეთიდანაც მზესაო რა. გახსოვთ? შევარნაძე პენსიებს დოლარებში და გერმანულ მარკებში დაგვირიგებსო. ეს ტუტუცი ხალხი რო ლაპარაკობდა. საქართველოს დამაქცევრები, გაყიდულები, კონფორმისტები, თქოლეფავები, მუხთამჭამელები და მუხთახორები, სამშობლოს მოღალატეები. საწოდავს ზვიად გამსახურდიას ეგონა რომ ჩვენ ქართველებს ისე გვიყვარდა საქართველო როგორც მას აი ამაში მოთხოვდა. ჩამოვიდა შევარნაძე, აი ეს მასა, ეს კონფორმისტული მასა დაუგორდა წინ და ლაკისტუფლები გაულოკა. ზოგმა გადაფურთხებული აულოკა. ზოგმა სტრიპტიზი იცეკვა. კი, არიან სტრიპტიზიორშები შევარნაძეს. ზოგი ცოცხალია დღესაც. ეხლა უკვე ჯანი აღარ მოდგონთ, თორე ახლა დიდი სიამოვნებით იცეკვებენ ახლაც. ოპოზიციის რიგებში არიან სტრიპტიზის მოცეკვავები. აი ეს ხალხი არის საქართველოს დამაქცევრები. ხო და აი ეს მაინტერესებს მე უბრალოდ რა ხდება ამასთან დაკავშირებით, რას აპირებ თქვენ? სადამდე უნდა აყენოთ ქართველ ხალხს შეურაცხყოფა და ეძახოთ თქვენ ქსენოფობები და ჰომოფობები და უბედურება და გველაპარაკებით ბაია აი ამ ჭკუაში შერყეული და ავადმყოფი სექტანტი ბაია პატარაიას ენით. შალვა პაპუაშვილი გადაიქცა ბაია პატარაია ჩარვალ კოსტუმში. ქსენოფობებს ეძახით მთელ ქართველებს, ვინც აპროტესტებს არაბიზაციის საფრთხეს. ჯო არა ვარ თქვენი მტერი გეუბნები, პატივს გცემდით მე და კიდე მაქვს ეს პატივისცემა შემორჩენილი, იმიტომ რომ მომწონს ხანდახან ამ პაპუაშვილის გამოსვლები, აი რაღაც კახელი კაცია და რაღაც აი ძარღვიანი ლაპარაკი იცის. რა უბედურება, ვინ არის ქსენოფობი ბატონო შალვა? არა გცხვენია თქვენ კაცო. მე ვარ ქსენოფობი. თქვენ ჩაატარეთ სოციოლოგიური ხალხს კითხეთ, ვის უნდა არაბების ჩამოსახლება საქართველოში? იცით ეს რა პრობლემებს მოიტანს საქართველოსთვის? გიფიქრიათ ამაზე ოდესმე? თქვენ ვის უყურებთ, კაცო? ილია წულაიას და ამ გათახსირებულებს უყურებთ? ამათი მუცელი რო არ გაძღა და შეჭამეს მთელი საქართველო და ყველა ხელისუფლებას რო კრაუთში უგორდებოდნენ? ესენი ნაცებიც იყვნენ, ქართულ ოცნებაშიც იყვნენ, მხედრიონშიც იყვნენ, მოქალაქეთა კავშირშიც იყვნენ, აღორძინებაშიც იყვნენ და ყველგან იყვნენ და ხვალაც ყველგან ეგენი კონფორმი, ეგენი მოღალატეები არიან. ამათ ხო სამშობლო არა აქვთ. ესენი არიან გაუმაძღარი ხორები. მაგათთვის არ არსებობს არანაირი, ესე იგი აბსოლუტურად არაფერი წმინდა მაგათთვის არ არის დარჩენილი რა. ესენი ყველგან იცხოვრებენ ბედნიერად, იმიტომ რომ არიან ფულზე გამოკიდებული ხალხი. სოლომონ ისაკიც მეჯღანუაშვილები. სოლომონ ისაკიც მეჯღანუაშვილის მორალი აქვს ამათ. და რაზე ველაპარაკო მე მაგათ? ეკლესიასზე ველაპარაკო, ქართლის ჭირზე ველაპარაკო, საქართველოს ისტორიაზე ველაპარაკო, თუ გალაქტიონ ტაბიძის ისა რა ქვია, უსიყვარულოდ წაუკითხო, თუ რა წაუკითხო. რაზე ველაპარაკო ამ უწიგნურ, ამ გაუნათლებელ, ამ კონფორმისტ, ამ სამშობლოს მოღალატე ხალხს. აბსოლუტურად არაფერი თქვენ, ესე იგი, არაფერი თქვენ არ შეგისწავლიათ, არაფერი თქვენ არ გაგიანალიზებიათ, ესე მიადგებით წამოწმენდილზე, როგორც სააკაშვილი აკეთებდა და აკეთებთ ისე. და შედეგებიც არ აყოვნებს. მოინდურეთ ყველა. თქვენი მაქებარი ხალხი გაგინებთ. და ვისი ბრალია ხომ ვერ მეტყვით? ხალხის ბრალია თუ თქვენი ბრალია? თქვენ დალოცვილებო ეს ხელფასები რომ გაიზარდეთ 300-ჯერ და 500-ჯერ. ხალხს არ აღიზიანებს ეგ ამბავი? 17 და 18,000 ლარები რო გაქვთ ხელფასები
და საქართველოს პარლამენტში რო გიზით ისეთი ოდიოზური პიროვნება, როგორიც არის სამარცხვინო ანზორ ბოლგვაძე. ჯერ იყო ნაციონალი, ახლა გახდა კოციონალი. ხვალ შევა ალბათ იმაში, რა ქვია, გეების პარტიაში. სინდის ნამუსი არა გაქვთ. დისკომფორტს არ გიქმნით, რომ ეგეთი კაცია თქვენი თანაპარტიელი? ნუ აი გაოგნებული ვარ, არ ვიცი რა, ესე იგი ყველა გამგებელი, ყველა მერი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ესე იგი, აი ეზიზღება ხალხს ყველა რა. ესე იგი, ვანის მაჟორიტარი არის ის კაცო, ის კარგი მომღერალი კაცია, ჩამოვიდო და დათვრებოდა, იმღერებდა, წავიდოდა. სირცხველია იჭიჭინაძე. არ მინდა კიდე ამ გამგებელზე ვილაპარაკო, ხა ეს ვის დაკარგვია საერთოდ და ნუ ესე იგი კაცი, რომელიც გოგორიშვილი, რომელიც ეზიზღება მთელ ვანის რაიონს, ადექით და ისე ვანის რაიონში გამგებლად მოატრიეთ, რომელიც არის გარეული 1000-ნაირ მახინაციებში. და რატო ქენით ეგ ამბავი? იმიტომ რომ ერთად გაქვთ ნათქოლები და ნაჭამი და იმიტომ და გარეული ხართ 1000 უბედურებებში რა. იმიტომ გააკეთეთ ეგა. ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად პირსო რა. ერთად ახართ, ერთად ხარავთ. ქარსელაძე ხო იყო ყველაზე წარმატებული მინისტრი. ინფრასტრუქტურის მინისტრზე მაქვს საუბარი. ხო იყო მაგარი კაცი. ხო უმღეროდით თითი რამბებს და დაზდებდით უკან კელაპტრებით. ეხლა ცუდი კაცია? ჯერ ერთი ეს რა პოზიცია მე ვერ გავიგე. დაიწყებთ გამოძიებას, გააჩერებთ და ის კაცი არის გაჩუმებული. რას ნიშნავს? გარიგდით ერთმანეთში, ფული გადაგიყადა, თუ რა ხდება? ხალხმა უნდა გაიგოს რა სიტუაციაშია სამართლებრივი სისხლის სამართლებრივი გამოძიება, რა კონდიციაშია ქარსელაძესთან მიმართებაში. აინტერესებს ხალხს და გამოდით და თქვით რა. მალავთ, აქ მორიგდით ერთმანეთში, ფული მოგიტანათ და გაჩუმდით, შენ სუ, მე სუ, ეგ პოლიტიკაა თუ რა ხდება? ჯერ ერთი ამდენი ხანი აი მე გაოგნებული ვარ. საცოდავი ირაკლი დოკვაძე ციხეში დაალბეთ და გარეთ არ გამოუშვით კაცი. და მკვლელებს იწყალებთ. კაცი, რომელიც შეეწირა მართლა საქართველოს პირველ პრეზიდენტს და ირაკლი დოკვაძე ამოალპეთ ციხეში. ასლან აბაშიძე, რომელმაც ერთი თურქი არ შემოუშვა აჭარაში, საქართველოში ვერ ჩამოდის. რატომ? რა დააშავა იმ კაცმა? დააშავა რამე? და ბარამიძეს 8000 ლარიან პრემიებს აძლევდით პარლამენტში. ამ სერიულ მკვლელს. კაცმა, რომელმაც აფრასიძეების ოჯახი ამოხოცა. ხელსადებენ თვითმხილველები. ყველაფერი ძალიან კარგად იცით თქვენ. მაგრამ არ შვებით ამას. რატომ? იმიტომ რომ პოკერიას მსგავსად ბარამიძეს თქვენი არღნის ჩიტია. აი ეს არის და რა გამოძიება ჩაატარა იმან რა ქვია თეატროლოგიანმა. თუ ჩემი ბიძაშვილი არის, ქალბატონი არის მანანა ჩუბინიძე. პატარა საწარმოს ამუშავებდა და ამ გათახსირებული ვანო მერაბიშვილის დადა სიძე დაკეტეს საწარმო. წლებია საწარმო გაუქმებულია, რა შეიძლება რაღაცა მოიპარეს, შეიძლება არ მოიპარეს, კაცი შვილი პატრონი არ არის. არავინ გამკითხავი, დაწერა ერთჯერ განცხადება, გაუგზავნა ნამწულუკიანს, არაფერი, ნუ ნიატვეტა, ნიპრივეტა რა როგორც იტყვიან. ჩემთან დაკავშირებით ხო გეუბნებით, აი მე სამართალი ვერ ვიპოვე რა. თაღლითი რომელმაც სერიოზული ზარალი მომაყენა და არის ჩემ და სამარცხვინო ჩემი მოგვარე, არის სუსის აგენტი და აგერ გიზით ყურში და ეჩურჩულებით ერთმანეთს და ჩახუტებულები ხავთ.
ხან იმაში ეკლესიის წინააღმდეგ მიაგზავნით მარტვილში იქა რაღაც ასარები რო გაქვთ საქმე და ხანსად მიაგზავნით და დაეთრევა ისიც და ესე ცხოვრობთ რა. აი რა გავაკეთო მეტი რა გითხრათ ბიჭო რამდენი წელიწადია თქვენს ქება დიდებაში ვიყავი. აბა დავით აღმაშენებელს ხან იმას ვადარებდი ამ გათახსირებულ გახარიას და აბა ბატონო ბიძინა და აბა თქვენი ჭირიმე და აბა დავითი ხარ და დავით აღმაშენებლის ხმალი ხარ და ვახტანგ გორგასლის შუბი ხარ და გიორგი მწყინვალეს ფარი ხარ და ერეკლე მეფეს ცხენი ხარ და ცხენები ხართ მართლა თქვენ და არ გესმით არაფერი რა. ბიჭო, აი მეტი რა გავაკეთო, რა გინდა ძმაო, ხალხის მაჯაზე მიდევს ხელი რა. აი ვიცი ვძნობ ამას სიტუაციას, იმიტომ რომ ეს პროფესია მაქვს ისეთი და ბავშვებთან, აგერ ამოდენა გაზეთია, რაღაცა, იქ ის არის, ეს არის. აი თქვენკენ ვარ და თქვენ ხართ ეშმაკებისკენ და მეტი რა გავაკეთო მითხარი. ესე იგი საინფორმაციო სივრცე ხო აბსოლუტურად მონოპოლიზირებული გაქვთ. ტელევიზიების განსაკუთრებით ეს ეხება წამყვან ტელევიზიებს. იმედში, რუსთავიორში, პოსტივიში. პირველ არხზე, ეს პირველი არხი ხო საერთოდ ხლისტების ტელევიზია, მან აი ვერ გაიგებ რა, მან ისეთი ამბავია, აი რაღა როენას ბორდელი და რაღა ეგა ეგ პირველი არხი მოდიში ამ სიტყვაზე რა. აი იმედი და რუსთავიორი გეუბნებით სუფთა ეს არის, გეტყვი აგერ. იყო ასეთი ორგანიზაცია საქართველოს შახაბას ყავდა საქართველოში თავისი NGO-ები. გაგიკვირდებათ, მაგრამ იყო ასეთი NGO შახისევანი ერქვა. ანუ შახის მეგობართა კავშირი. ქართველები იყვნენ გაწევრიანებული შახისევანში. და აქებდნენ და ადიდებდნენ შახაბას, საქართველოს დამაქცევას და ამის სანაცვლოდ გარკვეული ბენეფიტები ჰქონდათ იქ ფინანსური ხალათებს ჩუქნიდა, შეუვალობას ჩუქნიდა, ხარკს არ არტმევდნენ, რაღაცა თავადია ყოფილიყავ შახისევანში და რაღაც. აი ეს იმედი და რუსთავი 2 არის სუფთა შახისევანის ტელევიზიები რა. გეუბნები, მე მგონი ეგენი მალე ისლამის მზეს დაიფიცებენ. ახმადის მზეს დაიფიცებენ, გადავლენ უკვე ალაბარის სარწმუნოებას მიიღებენ რა. ეხლა ალაბარმა მაგათ თუ რაღაცა ერთ ცოტა რახატლო ხუმი გამოუგზავნა ან ისა რა ქვია, თაფლაკვერი, ნუ აი თქვენ მერე ნახეთ რა. ესე იგი ეს მაგდანიკაშვილი ისე შესიცინებდა თვალებში ამ ალაბარს რა არის, მე მეგონია ავი რა ის ღამე საინტერესოდ განვითარდებოდა მოვლენები იმ ღამეს რა. ესე იგი, მე აი ქართველი ესეთი დამონებული, ეგეთი გათახსირებული, ეგეთი დაცემული, ეგეთი გაყიდული, მე არ მინახავს და ეგეთი მაპატი და გაძუკანებული რა. ღირსება არა გაქვთ ბიჭო. ესე იგი, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი გამოიყვანოთ ქუჩაში და გადარიოთ რა. მაგრამ ისი იმედი გაქვთ, წეღანავს თქვი. იმის იმედი გაქვთ, რომ ეს გათახსირებული ნაციონალები, მაგათ ხალხი არ გაყვება, გამორიცხულია და კიდევ შველით ახლა ეს პრეზიდენტი ტრამპი სულზე მოგისწროთ რა. და სხვათა შორის სულზე მოусროს საქართველოს. რომ ეს ევროკავშირში მოკალათებული ეს გაფუჭებულები, რომ დაერია მაგათ ესე იგი ნაგვის გასატანი აქანდაზით რა. და არიან ეხლა აი ეს დაწამლული ტარაკნებივით რომ დარბიან იქეთ-აქეთ რა აი ვენაცვალი ამერიკის პრეზიდენტს რომ მაგათ ჩამოუვარა როგორც აი მართლა ქარიშხალმა ოლეგამ რა როგორც ისე რა ქვია ქალბატონი მარეხ ყამბეგაშვილი ამბობდა გასპი ტატამიო აი ქარიშხალივით რომ ჩამოუვარა მაგათ ამ გაფუჭებულებს აი ამან ნახლა უშველა საქართველო აი რაშიც თქვენ მართლები ხართ
ეს კაია კალასები და ისინი რო არიან რა ჯერ ქალებადაც რას გვანან ესენი ნილოსის ნიანგებს გვანან ეს შეჩვენებულები არც ქალებად ვარგან ესენი არც კაცებად ვარგან არც ქალებად ვარგან ვინ არიან ეს გამოყვანილები ესენი არა ისი ევროპელები ეს მარტაკოსი შევხედეთ და სუფთა იმას აგავს კაცო ვერ გავიგე ისი ჭედელი დაჰკა რო არის სალამურას თავგადასავალში თუ სადღაც აი მაგათთან თქვენ ამდვილად ხართ მართლები რა დანარჩენი რა ვისთან ხართ თქვენ მართლები ქართველ ხალხთან თქვენ რა სიმართლე გაქვთ თქვენ არაფერი მართლები არ ხართ კაცო რა სიმართლე რაზე ვლაპარაკობ ჩვენ ახლა ყველაფერი ხო ცნობილია კაცო ახლა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილმა როგორ გააყალბა არიცით ეგ ამბავი რა ფული დაიხარჯა მაგ ამბავში სპეცრაზმის უფროსის მოადგილე ავთანდილ ჯოხაძე სპეცმანქანებით შევიდა ერთ-ერთ ბანკში არ მინდა ახლა იმ ბანკის სახელი თქვა გამოიტანა $30 მილიონი ნახევარი სააკაშვილთან მიიტანა სახში და ნახევარი თემურ ალასანიასთან ბიძამისთან და $30 მილიონი გაყალბდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როცა გრეჩიხას გაუყალბეს არჩევნები და გამოაცხადეს მიშა გამარჯვებულად. როცა ეს ვიცით და დღეს ჯოხაძე იმაშია, ყაზახეთშია წამოწოლილი. და ერთი კაცის ბიზნესებს უყურებს. როცა ეს ვიცით, ძალიან მარტივია იმის შემდეგ რაღაცეების გაანალიზება და გათვლა და გააკეთებთ ამას. ეს ქვეყანა შეიცოდეთ ელემენტარულად რა. თორე მე ახლა არა ვარ ძალიან ეკლესიური კაცის ჩემ და სამარცხვინოთ და სამწუხაროდ, მაგრამ იმდენი კი ვიცი, რომ გაჭირვების ჟამს დედაღვთისმშობელი მაინც არ მიატოვებს ამ ქვეყანას და ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებით თქვენ. ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებით და მე ახლა შეიძლება საქართველოს დასაფლავებას ვერ ეღირსოთ. და ამიტომ გაუფრთხილდით ყველაფერს, გაუფრთხილდით თქვენს იმ სიკეთეებსაც გაუფრთხილდით, რაც გიკეთებიათ. და ყველაფერს გაუფრთხილდით და უპირველეს ყოვლისა საქართველოს გაუფრთხილდით. ესე იგი, სრული ურიცობა, სრული ესე იგი, თვითნებობა და აბსოლუტური განუკითხაობა. ეს რეფორმა არ არის, რასაც განათლების რეფორმას ეძახიან და რასაც კიდე იგლიხილსის პროექტს ეძახიან და რაღაც ისა უცხოურ ინვესტიციას, არანაირი უცხოური ინვესტიცია ეს არ არის. თქვენ ყიდით ქართულ მიწებს და ამაში ღებულობს ფულს და ნუ ეძახით ამას ინვესტიციად. თქვენ ხართ სამშობლო მიწის გამყიდველები. სააკაშვილმა დაიწყო ეს ამბავი, გათახსირებულმა შევარდნაძემ დაიწყო სხვათა შორის თავიდან. მერე გათახსირებულ შევარდნაძის გზა გააგრძელა გარყვნილმა სააკაშვილმა და შიზოფრენიკმა და თქვენც გააგრძელეთ ახლა მერე და აჯბატონებო და ყიდით ქართულ მიწებს. და ეძახით ამას ინვესტიციას და არანაირი ინვესტიცია ეს არ არის. ინვესტიცია რა არის, იცი, ბატონო ირაკლი კობახიძე და ბატონო შალვა ბაბუაშვილო? გერმანელი ბიზნესმენი რო ჩამოვა აქ, შემოიტანს ერთ $300 მილიონ, $120 მილიონ, $200 მილიონ და რაღაცა საწარმოს რო გახსნის. და ქვეყანა რომელიც არაფერს რო არ აწარმოებს და პარაზიტი სახელმწიფო რო ვართ. კალამს ვერ ვაწარმოებთ. სარეცხფხნილს ვერ ვაწარმოებთ. ნათურას ვერ ვაწარმოებთ. საპონს ვერ ვაწარმოებთ. საუბარი აღარ მაქვს ახლა იმაზე, რა ქვია, მანქანებზე და დანადგარებზე და ძიმევრეწველობის ნიმუშებზე, ხო გამორიცხულია. საფეიქრო მრეწველობა არა გვაქვს, სუბუქი მრეწველობა ზოგად პლანში არა გვაქვს, ძიმე მრეწველობა არა გვაქვს, რა გვაქვს. ვართ მომხმარე პარაზიტი სახელმწიფო ვართ. დავწურავთ რაღაცა ღმერთი რასაც გვაძლევს ეს ჩვენი მამაპაპული რაც არის ეს ყურძენი ეს სოფლის მეურნეობა რაც ჯერ რა დონეზე არის კი ვხედავთ თორე რას ვაკ არაფერი აბსოლუტურად რა
ქარხანა არ შენდება, ფაბრიკა არ შენდება. და რას ვატყუებთ ერთმანეთს ეხლა ჩვენ რომ იძახით ბატონო ირაკლი კობახიძე რომ სახელმწიფო შეკვეთებიო. რა სახელმწიფო შეკვეთები? სად არის სახელმწიფო შეკვეთები ბატონებო რა სტუდენტებიო, ესე იგი სახელმწიფო შეკვეთა იქნება განსაზღვრელიო რა ოდენობის სტუდენტები უნდა ვყავდესო. სახელმწიფო შეკვეთა რას უკვეთავთ? მითხარით აბა? რა უნდა შევუკვეთოთ? რისი სპეციალისტი რა, ისა მემანქანე არ მუშაობს. ტრაქტორისტი არ მუშაობს. ძინომრეწველობაში არ მუშაობს. ხარატი ისინი არ მუშაობს. არა, არ ჭირდება საქართველოს. რა ჭირდება, რა მუშაობს? მე გეტყვით, მე ხინკლე, მე ხაჭაპურე, პირისფარეში, სასტუმროები მუშაობს და ბორდელები მუშაობს. და ბორდელში მუშაობა საერთოდ არ ჭირდება უნივერსიტეტის დამთავრება რა. აბსოლუტურად არ ჭირდება. ქალი ცოტა ლამაზი უნდა იყოს და რაღაცას გაშპაკლავდა და დაემსგავსება ისა რა ქვია რაღაცას და ეგ არის რა. არაფერი ეგ არის სახელმწიფო, რა სახელმწიფო შეკვეთა? რა მუშაობს ქვეყანაში მითხარით ხალხო? მუშაობს რესტორანი, მუშაობს სასტუმრო და მუშაობს ბორდელი. მეტი არაფერი არ მუშაობს. რა მუშაობს? და რა სახელმწიფო შეკვეთებზე გველაპარაკებით თქვენ? ვის აგიჟებთ, ვის ატყუებთ თქვენ? ეკონომიკა არ არსებობს. ტყუილია ეს ყველაფერი. არანაირი ეკონომიკა არ არსებობს, ქართული ეკონომიკა არ არსებობს. ეს არის მევახშეობაზე და რეექსპორტზე დამყარებული ეკონომიკა. ერთი ქარხანა გაიხსნა საქართველოში, გეკითხებით. მინდა ძალიან, სად არის ის ქარხანა დიდი სამბით რომ გახსენით ქუთაისში, ელექტროავტომობილები რომ უნდა გეწარმოებინათ. ხო არაფერი მესიზმრება, რა უყავით, რა უკენით, ჭეჭამეთ? რატო ვერ გაიხსნა? გამოვიდა ვინმე და ახსნა რომ აი ეს არ მოხდა, ამიტომ ჩავარდა. აგვიხსნა ვინმე? ეგა, გამოხვედით ვინმე? ვერა ხო? რატომ? რაღაცა ფული გააკეთეთ ალბათ იგაც. რაღაცა იმაიმუნეთ. რაღაცა მოტეხეთ. თუ ტენდერებში შეიძლება ერთი და იგივე ხალხი იმარჯვებდეს, სულ? აი ეს გაფუჭებული ბიჭი რო არის ისა, რა ქვია, ესაყურებიანი, ის ბეკაკროლშია. ის რასაც ის არის ნაცი, სექტანტია, გასაგებია და არანორმალურია, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. ვიღაცა ლუხუმ ქართლოსაშვილი რომ გამოაჭენა. ბოდიში თქვენთან და გუთენტრაკენის მეთოდით ვაგებთო გზასო ჩვენო, გერმანული მეთოდი გვაქვსო. 160 მილიონი დოლარის თუ ლარის ტენდერი რო აქვს მოგებული ასეთ კაცს. ვინმე შეისწავლა ეს საქმე, რანაირად გაიმარჯვა ამ კაცმა და რამდენად როგორ მოხდა, რომ აი კაცი გონება შეზღუდული ვინმე ლუხუმ ქართლოსაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მეო გერმანული მეთოდით გუთენტრაკენით ვაგებთ გზაცო, ხო მოვისმინეთ ეგ ვიფასო მეგობრებო. ვინ გაამარჯვებინა ამ კაცს ტენდერებში, ვინმე შეისწავლეთ ეგ ამბავი? არ ვიცი, აი ღმერთმა გაგიმართ, აი მისი ბელას და წევრების არის, თქვენ თუ მასაქმის სოფელს ააშენებთ, რა ვიცი, ღმერთმა გაგიმარჯოთ ძმაურა. აი ძალიან მინდა თქვენ მხარეს ვიყო კაცო. მაგრამ არ გამოდის ეგ ამბავი. დამშორდით მე თქვენ და დაშორდით თქვენ ქართველ ხალხს. პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს ასეთ რაღაცას. ჩვენო 4 წელიწადშიო 60,000 ბინა გავყიდეთ უცხოელებზეო. მაგრამ ამითო საქართველოს დემოგრაფიას რამე პრობლემა შეექმნაო. არა ხარ ნორმალური ბატონო ირაკლი, თქვენ და უნდა წაყვიდეთ და გამოკვლევა ჩაიტაროთ. სერიოზულად ექიმს უნდა ელახოთ და ჩაიტაროთ გამოკვლევა ამას რო იტყვის კაცი ქვეყნის პირველი პირი, ის არ არის კარგად. და ამიტომ უნდა წაყვიდეთ ექიმთან, გამოკვლევა გჭირდებათ. ახლა ამას რო ამბობთ კაცო, მე შეურაცხყოფას კი არ გავყენებ, შეიძლება ავატახართ რაღაცა გჭირთ, რა ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ამიტომ ენახეთ ექიმს. 60,000-მა უცხოელმა იყიდა ბინა საქართველოში
და პრემიერ-მინისტრი იძახის ეგო რა არაფერი პრობლემა რაო რამე შეგვექმნაო ჩვენო პრობლემაო გადაშავებულია მთელი თბილისი გადაშავებული არ შედიხართ გასაგებია რომ არ შედიხართ თქვენ სადმე ისა რა ქვია მაგრამ შედით ერთი მარშრუტკაში შედით ავტობუსებში რა ხდება თქვენ არ იხედებით გარეთ ეს დაშპაკლული კატა მოაშორეთ და ეს კაცი გავუშვით მაგედან რა თქვენი ჭირივე რა და ვადამდელი არჩევნები ჩაატარეთ ქვეყანაში დროა უკვე ვინც გაიმარჯვებს ღმერთმა გაუმარჯოს ქართველი ხალხი თავის ვერდიქტს გამოიტანს სიტუაცია არის საგანგაშო თქვენ ნუ გონიათ რომ სიტუაცია გადააგორეთ ნუ სარგებლობთ ბოროტად იმით რომ შუა კი არა ყველაფერი გაკრიფეთ ყველა გასვარეთ და კაცი აღარ დატოვეთ ნუ სარგებლობთ ამითი თორე მიხეილ ჯავახიშვილს აქვს ნათქვამი თუ ხალხს უნდაო ლიდერსო გუგულის ბუდიდან გამოაფრენსო და გამოფრინდება ლიდერი გუგულის ბუდიდან და ხალხი გაყვება ამ ლიდერს და მე ვერ დაუდგებით მაგას თქვენ წინ რა ვერ დაუდგებით წინ მე მაპატიეთ აი ამ ცოტა არეულ-დარეული საუბრისთვის მაგრამ მე გეუბნები თქვენ რა მე ამ შემთხვევაში მოქმედე პრინციპით მოყვარეს პირში უძრახე და წერს პირს უკანაო თუ ზუგს უკანაო აღარ მახსოვს ზუსტად ბიჭო თქვენი მტერი არა ვარ მაგრამ თქვენ ახართ ჩემი და ჩემნაირების მტერი თქვენ ახართ ჩემი და ჩემნაირების ჩემი მტერი და ჩემნაირების მტერი და საქართველოს მტრები ხართ უკვე თქვენ რასაც აკეთებთ ესე იგი ისე გძულ თქვენ ეროვნული ხელისუფლება ჯერ ის როგორ იკადრეთ თქვენ რომ საცოდავი ვიადის სახელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რო არ დაარქვით აი იქ გამოჩნდა თქვენი კაცობა და იქ გამოჩნდა თქვენ ვინც ახართ საერთოდ რა და შევარდნაძის სურათები გიდებთ გულის ჯიბეში იმიტომ რომ შევარდნაძემ გამოგიყვანა ასპარეზზე და იმ სამშობლოს მოღალატემ ესე იგი სამშობლოს მოღალატის ნახლებნიკებად მუშაობდით თქვენა რა და აი თქვენს აი ისინი რო ყავთ რა პაკეტებს რო უგზავნით ყოველ თვეში ხო და იმ პაკეტებში ჩაწყობილი ფული რო ირაკლი ღარიბაშვილს რო დაულაგეთ იქა და ირაკლი ღარიბაშვილის ფულად გაასაღეთ და უკვე რამის თქვი სიმართლე რა გამოვიდეს ირაკლი ღარიბაშვილი და თქვა სიმართლე რა ვისი იყო ის ფული იმ 1200 პაკეტში ჩასადები ფული იყო ის ფული ზუსტად და სპექტაკლები რო დადგეს ამ გაფუჭებულებმა და გამოდი თქვენ ბატონო ირაკლი და თქვით ეს სიმართლე მოგიწევთ თქვენ ამის თქმა რა სპექტაკლები რო დადგეს ამ გარეწრებმა იქა სამარცხვინოები ვითომ არ ვიცით სად მუშაობდნენ ახლა ესენი და ვის მუხლებზე იყვნენ წამოკოტრიალებულები რა გამომივიდნენ ახლა ესენი რა გარეწრები ესენი იმ 1200 პაკეტის ადრესატის გასაჯაროვდეს ეხლა დღეს რო აქვს გადმოგდებული ენები და იცავენ რაღაც ალაბარის ინვესტიციებს კი არა თავის სალაფავს იცავენ ეგენი და დასახელდებით ყველანი გვარებით და სახელებით ჯიგრებო გარეწრებო თქვენა მოკლედ რამდენი ცხენი ვიყიდეო იმდენი რაღაცა გამომადგაო ნათქვამია რა და არ მინდა ხა ყველაფერს ვერ ვიტყვი რა
მე მიმაჩნია რომ პრემიერი რომელიც იტყვის რომ ჩვენ 60,000 ბინა გავყიდეთ და შეხე უცხოელებზე და შეხედეთ 4 წელიწადში და ანუ თითო წელიწადში 15,000 უცხოელზე გაყიდეს ბინა და პრემიერ-მინისტრი რო იტყვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომ 60,000 უცხოელზე გავყიდეთ ბოლო 4 წელიწადში ბინა და აბა შეხედეთ თუ ჩვენს დემოგრაფიულ ვითარებას რამე ცუდად ეთყობაო მე მიმაჩნია რომ ეს კაცი არის ავად და ავლიპი ზურაბაშვილი რო იყოს ცოცხალი უნდა შეამოწმოს და დაიტოვებს კაბინეტში და რაც შეეხება დაშპაკრულ კატას ეკონომიკის მინისტრი რო არის მარიამ ქრივიშვილი ნაცებთან ნაკურკურები და მერე ოცნებაში გადმოპორტირებული მაქალის წარსული შესახებ მოგახსენეთ მე დავწერე კიდევაც და მე მგონია სპეცსამსახურები იმისთვის არსებობს რომ ეს ყველაფერი შეამოწმოს და ეს ხალი თუ არის არაბების გაერთიანებული საამიროების აგენტი სპეცაგენტი მაშინ გასაგებია ყველაფერი და გამოიტანოს სახელმწიფო შესაბამისი ვერდიქტი ამ ქალთან დაკავშირებით და მაშინ გასაგებია რას უკავშირდება ეს იგლიხილსის პროექტები და მთელი ეს MR ჯგუფები და ეს ისა რა ქვია პროსტინებში გახვეული ხალხის აკეთიგეთ სირბილი მე მინდა თქვენ ქართველებო ერთი რაღაცა გითხრათ ჩემო ძვირფასებო ჩვენი პატრონი ჩვენს გარდა არავინ არ არის რა და მერაბ კოსტავას ხო იცი რა აქვს ნასვამი ჩვენ თუ არ გავერთიანდებითო განგება ისეთ განსაცდელს მოგვიწყობს რომ ერთმანეთს ხელების ცეცებით ვეძებდეთო რა და აი ეს ხელების ცეცებით ჩვენ უკვე ვეძებთ ერთმანეთს ქართველები და მე მაინც მგონია რომ შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია აი ეს ექსტრემი აუცილებლად გამოაჩენს კონკრეტულ ვითარებაში ლიდერს და ეს ლიდერი აუცილებლად გაუძღვება ხალხს მომავალი ძლიერი და ბედნიერი საქართველოსკენ სამწუხაროდ და საუბედუროდ უნდა ვაღიაროთ და ვაგლახ ქართული ოცნების ხელისუფლება შევიდა იმ ფაზაში, როდესაც ისინი რეალობას აბსოლუტურად მოწყდნენ და აი კოლბაში, შუშის კოლბაში არიან გამოკეტილები. ამიტომ მე მაგალითად ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ამას რომ ამბობ. შეიძლება მეც მიმიწვეს გარკვეული წვლილი და დიდი წვლილიც შესაძლოა თუ მცირე წვლილი რომ ვითარება არის ასეთი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არის ყოველ შემთხვევისათვის აი ეს დათავთაშხესი არ იყოს ვისაც ჩავაცვი იმან გამხადაო ყველა ვენდეთ ჩვენ ამათ მაგრამ ესენი თურმე ნაცები ყოფილან კაცო და ესენი ქართულ საქმეს როგორ გააკეთებენ ამიტომ რაც არის საქართველოს უნდა იაროს წინ ნებისმიერ შემთხვევაში მე მჯერა რომ ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს სოფლიო პოლიტიკა იცვლება დგება ეროვნული ლიდერების ეროვნული სახელმწიფოების პატრიოტების დრო და მიმაჩნია რომ ჩვენ კიდე მოგვიწევს შეკრება და სულნათი ვაჟებ შაველასი არ იყოს ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გოზზე შადგომა იცოცხლეთ და იხარით ქრისტეში ჩემო ქართველებო მომავალ შეხვედრამდე ღმერთმა დაგლოცოთ და გადაძლიეროთ კარგად იყავით